ვერა თუ არა რომ ადამიანები ქაოსურ გარემოში უფრო კრეატიულები არიან. აინშტაინი, პიკასო, სტივ ჯობსი სამყაროში უამრავი ცნობილი ადამიანები არიან, რომლებიც არეულ გარემოში მუშაობენ. და ამიტომ ბევრს გონია, რომ არეულობა კრეატიულობის აუცილებელი თანამგზავრია. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ არეულ გარემოში ადამიანები მეტად კრეატიულები არიან. ახლა შეიძლება ფიქრობ, ანუ ჩემი არეული მაგიდა საერთოდ არ არის პრობლემა, მაგრამ გონია, რომ საერთოდ არასწორ კითხვას ვთვალ. შეკითხვა არეული მაგიდა ჯობია თუ მოწესრიგებული, უმჯობესია შევცვალოთ კითხვებით. შენ თვითონ როგორ გძნობ თავს იმ სივრცეში, სადაც ყოველდღე მუშაობ? გინდა ხოლმე აქ დაბრუნდე? გძნობ, რომ შენი კრეატიულობა სრულად მუშაობს? თუ ამ კითხვებზე პასუხი დიახ არ არის, მაშინ შეიძლება პრობლემა არც კრეატიულობაშია და არც მაგიდაში. twins ერთი უცნაური თვისება აქვს. რაც უფრო მეტი ნივთია ჩვენს ირგვლივ, მით უფრო მეტი ინფორმაციის დამუშავება უწევს. პრობლემა ისაა, რომ შეიძლება უკვე ვეღარ სამჩნევდე, რამდენ ენერგიას გვართმევს ის. როცა ვიღლებით, აღარ გვინდა დალაგება, რადგან აღარ ვალაგებთ, არეულობა კიდევ უფრო იზრდება. რაც უფრო იზრდება, მით უფრო კარგავთ კონტროლის განცდას და ერთ დღესაც ქაოსი გარემო აღარ არის. ქაოსი ნორმა ხდება. ამიტომ ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა საერთოდ არ არის არეულობა ზრდის კრეატიულობას თუ არა. და უფრო მნიშვნელოვანი კითხვა, შენს ირგვლივ არსებული გარემო გეხმარება იმაში, რომ გახდე შენი თავის საუკეთესო ვერსია? თუ უბრალოდ შეეგუე უკვე იმას, რაც გაქვს. შესაძლოა არეულობა მართლა გეხმარება იდეების გენერირებაში, მაგრამ თუ იმავე დროს გართმევს სიმშვიდეს, ენერგიას და კონტროლის განცდას, მაშინ შეიძლება ძალიან ძვირი გიждდებოდეს. და ახლა მართლა მაინტერესებს, შენ უფრო კრეატიული ქაოსში ხარ თუ წესრიგში?